Vnukovos aeroportიდან spetsreisით გამოგზავნილი კრიმინალური ავტორიტეტის ძედ ჰასანის ცხედარი საქართველომ არ მიიღო. Ინფორმაციას რუსული ინტერნეტ გამოცემა Live News-ი ავრცელებს. საინფორმაციო პორტალი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილი ახლობლებმა და დაცვამ სულ 29 ადამიანმა დონეცკის აეროპორტამდე მიაცილა, სადაც ცხედარი მებაჟეებმა შეამოწმეს. Როგორც Live News-ი უწყება, spetsreisით წამოსული ტვირთის მიღებაზე თბილისის აეროპორტმა უარი განაცხადა. თბილისის აეროპორტის პრესსამსახური სატელეფონო საუბრისას ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ აეროპორტს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცემის უფლება არ აქვს. პრესსამსახურის თანამშრომლების თქმით, ცხედარი ერთ-ერთი ავიაკომპანიის საშუალებით უნდა გადმოესვენებინათ. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსის ცნობით, მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ უარი თქვა ცხედრის მიღებაზე, მოსკოვში გაემგზავრნენ ასლან უსოიანის მეუღლე და ქალიშვილი. ძედ ჰასანი 16 იანვარს მოკლეს. სააგენტო ინტერფაქსი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სროლა სნაიპერის იარაღიდან ოპტიკური დამიზნებით განხორციელდა. დაჭრილი კრიმინალური ავტორიტეტის საავადმყოფოში გარდაიცვალა. აეროპორტის კომპეტენციაში სამწუხაროდ ჩართვა საუბარია კონკრეტულ ავიაკომპანიაზე და კონკრეტულ ტვირთში, ანუ ეს არ არის ჩვეულებრივი რეისი, როგორც ხვდებით, მსგავს შემთხვევაში ხორციელდება ხოლმე ჩარტერული რეისი. ანუ რახან არის ესეთი შემთხვევა, რომ ცხედარის მოსვენება და მე ამ შემთხვევაში ვერანაირი ინფორმაცია ვერ გავჩენ ამასთან დაკავშირებით. მართალი რო გითხრათ, მაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ რომ მქონდეს არ მაქვს უფლება, იმიტომ რომ კონფიდენციალური ინფორმაცია არის სრულიად ავიაკომპანიის.